ვინაიდან განმეორდები და კიდევ განმარტავ თქვენთვის საზოგადოებისათვის არ არსებობს ის ბრალის სტანდარტი, რომლითაც შესაძლებელია პირს ბრალი როგორც მინიმუმ წაუყენოთ. ეს საქმე, რომელიც მრავალტომიანია, სადაც მრავალი მოწმეა გამოკითხული, მრავალი ვიდეო და აუდიო ჩანაწერია, არც ერთი შემხებლობაში არ არის ოთარ ფარცხალაძესთან და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე ეხება ესე ვთქვათ ჟავრდებულ უძილაური სისხლის სამართლის მასალებს და ასევე ეს მასალები ალბათ მე დარწმუნებული ვარ, ჩემზე კარგად თქვენ იცით, იმიტომ რომ მრავალი თვეების განმავლობაში უკვე მე-9 თვეა, ხო, აშუქებთ ამ სისხლის სამართლის საქმეს, ამიტომ ეს ინფორმაცია არ ახალია. გამომდინარე აქედან ბრალის სტანდარტი არ არსებობს, ამიტომ შესაბამისად ჩვენი მოთხოვნა იქნება აღკვეთი ღონისძიების გარეშე დარჩეს ბატონი ოთარ ფარცხალაძე. ვინ არის? ვინ მისცა ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ ჩვენება? რომელიმე ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც ახლა პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება? ნახეთ, კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ არც ერთი პირდაპირი ჩვენება, პირდაპირი მოწმის ჩვენება, რომელზეც ბრალდების მხარე ასე ხშირად აპელირებს, პირდაპირი მტკიცებულება, პირდაპირი მოწმის ჩვენება, პირდაპირი ინფორმაცია, რომელიც ოთარის რაიმე სახის შემხევლობას თუ ბრალეულობას დაადასტურებს, საქმეში ფიზიკურად არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია თქვენთან ერთად ღია, ასე ვთქვათ, სხდომა თუნდაც ოფისში, თუნდაც სასამართლოში გავიაროთ თქვენთან ერთად აი ეს 32 ტომის საქმე, თავად დარწმუნდებით, ნახეთ, იმაში რომ მტკიცებულებები ამ ადამიანის მიმართ ფიზიკურად კი არა, ბუნებაში არ არსებობს. მხოლოდ არის ირიბი მტკიცებულება, რომელიც საკმარისი არ არის ბრალის წარსადგენადაც კი. ამიტომ საუბრობთ ჩვენ რომ დაუსაბუთებელია და ეს სტანდარტი, რა სტანდარტის დამკვიდრებასაც ბრალდების მხარე ცდილობს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდებული სტატუსის ქვეშ ყოფი პირის მიმართ უბრალოდ არის არასწორი და უსამართლო. ფარცხალაძე ახლა მიმალვაშია, აპირებს ის გამოძიებასთან თანამშრომლობას? ბატონი ოთარ ფარცხალაძე არის არა მიმალვაში, არამედ იგი იმყოფება საქართველოში არ იმყოფება, იგი სხვა ქვეყანაში იმყოფება. ამიტომ ვერ ვიტყოდი რომ პიროვნება მიმალვაშია, უბრალოდ მოხდა ის, რაც მოხდა, წარუდგინეს ბრალი. ბატონი ოთარ ფარცხალაძის აღყოფნა არ არის საჭირო, რომ მისი ინტერესები იქნეს უფრო სრულყოფილად და სამართლიანად დაცული, ამიტომ ჩვენ მზად ვართ დავიცვათ მისი ინტერესები. ბატონო, ბოლოს როდის ქონდა საზღვრის კვეთა ბატონ ოთარ? საქართველოში როდის იმყოფებოდა? ბოლო კვეთა როდის უფიქსირდება მას საზღვარს? სამწუხაროდ ეს ინფორმაცია არ მაქვს, ბრალდების მხარეს შეეკითხეთ, ალბათ მათ უნდა იცოდნენ ამ. თქვენ ამბობთ რომ მიმალვაში არ არის, ანუ მზად არის რომ ჩამოვიდეს და ითანამშრომლოს გამოძიებასთან? დღეს დისტანციურად ჩაერთება პროცესს? ბატონებო, კიდევ ერთხელ განმარტავ. ბრალდების მხარის, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ახლა ბრალდების მხარის დაუსაბუთებელ მტკიცებულებებზე. ის რაც გააკეთებს, ის როგორ მოიქცევა დაცვის მხარე, ამას თქვენ შეხედავთ, ნახავთ როგორც სასამართლო სხდომაზე, ასევე შემდგომ საქმის მიმდინარეობის პროცესში. აქედან გამომდინარე, მე იმედს ვიტოვებ, რომ სასამართლო არ დაუშვებს საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაში ამგვარი სახის დაუსაბუთებელი ბრალდების მიმართ დადგეს გამომხმარებელი. ეხლა რა სტატუსი აქვს ბატონ ოთარს რუსეთში? რა სტატუსით სარგებლობს ის ეხლა ოკუპანტ ქვეყანაში? თქვენი აზრით აყენებული ბრალი ოთარ რომანოვ ფარცხალაძის წინააღმდეგ. რატომ წაუყენეს ბრალი? სამწუხაროა, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. თქვენ რა ვერსია გაქვთ? მას გარანტია აქვს რომ არ დააკავებენ როგორც რუსეთის FBI-ის თანამშრომელს? ნახეთ, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ საქმის მასალებზე, იმ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, ოღონდ მტკიცებულებების შეფასება გავაკეთოთ. ეს არის ჩვენი როგორც იურისტის თქვენი აზრით ბრალის დაყენება და სისხლის სამართლის. კიდევ ერთხელ განმარტავ. მოდი ასე ჩამოყალიბდეთ. მტკიცებულებები, რომელიც დღეს ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ოთარ ფარცხალაძის მიმართ, ის არ არის საკმარისი, ის არ ადასტურებს ოთარის ბრალეულობას, არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება საქმეში არ გვაქვს, შესაბამისად ჩვენ მზად ვართ სამართლიანი სასამართლოს პირობებში. ხაზგასმით მინდა ვთქვა, სამართლიანი სასამართლოს პირობებში დავამტკიცოთ პირის უდანაშაულება. რაც შეეხება ამავე დროს თქვენ მედია საშუალებებს, ასევე ჩემს კოლეგებს,
იურისტებს და ნებისმიერ პირს უთხოვთ თავი შეიკავოთ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევისაგან იმის გათვალისწინებით, რომ პირს ბრალი აქვს წარდგენილი, ეს არ არის უაპელაციოდ თქვათ, რომ პიროვნება რაიმე სახით შემხებლობაში იყო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან. მით უმეტეს, თუ სისხლის სამართლის საქმის მასალებს გავეცნობით, არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება ამას არ ადასტურებს. ბატონო, ამ